ვარ მარიტა დიდიძე 10 წლის. ვსწავლობ წინსვლის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟებს და ადამიანებს. ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და არ მომწონს წითელი. იმიტომ რომ წითელი ზედმეტად ხასხასა ფერია. ყველაზე ძნელი არის ტუჩის დახატვა. ყველაზე ადვილი არის თვალის დახატვა. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია ჩემი საყვარელი 2 კატა, რომლებიც უყურებენ მზის ამოსვლას. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, როდესაც დიდი გავიზრდები, ჩემი ნახატებით ვიამაყო. ბავშვობაში ერთხელ სკოლაში მოვაწყე გამოფენა. ერთხელ ჩემი ერთი საყვარელი ნახატი გავყიდე ბახმაროში. ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა 5 ლარად. ბევრი ფული რომ მქონდეს, მე ალბათ უფრო მიუსაფარ ცხოველებზე დავხარჯავდი ამ ფულს. პირადად ჩემთვის ვიყიდი და ვინჩის ნახატებს. ჩემი ნახატების პირველი შემფასებელი არის ჩემი მშობლები. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ჩემს კლასელ ელენე შარაშიძეს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თოლის ბობოს დღემდე მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა საქსოვი მანქანა. წელს მინდა მაჩუქოს თავისი დახატული ნახატი, რომელიც მართლა გულით იქნება დახატული. ისე უკვე 1 წელია თოლის ბაბუა მგონია მამაჩემი. ასე იმიტომ მგონია რომ ჩემი აზრით უკვე დიდი ვარ და უნდა შევეჩვიო რომ თოლის ბაბუა არ არსებობს. ეს რომ მივხვდი, თავიდან დამწყდა გულით და ვინერვიული. თოლის ბაბუა რომ არსებობდეს, ჩემი აზრით იქნებოდა 100 წლის. მისი ნამდვილი სახელი ალბათ არის ნიკოლას. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, მამა, დედა და ჩემი ერთი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ლილე. ის არის მხიარული, ჭკვიანი და ნევრების მომშლელი. ნევრებს მაშინ მიშლის, როცა მე ვხატავ. მოდის და მეუბნება მარიტა, შეგიძლია ეს მათხოვო? ხელს მიშლის შედევრების დახატვაში. ჩემი აზრით ლილე რო გაიზრდება გამოვა მათემატიკოსი. მამიკო არის შრომის მოყვარე და მხიარული. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და მოსიყვარული. ჩემი ყველაზე კარგი თვისება მგონია ბებიას გაბრაზება. ბები არის საჭმლის გაკეთების მოყვარე ზოგადად, უყვარს ძალიან საჭმელების გაკეთება. ყველაფერს სწავლობს, რასაც დაინახავს და ისიც შრომის მოყვარეა. ჩემი ჰობია სახლის არევა და ნივთების მიმოფანტვა. ძალიან მიყვარს ბებია ჩემის გაკეთებული მექსიკური კარტოფილი და კიდე დედა ჩემის გაკეთებული ფანკეიკები. საჭმელების კეთება ვიცი, მაგრამ თუ მომიარს ვალაგებ სახლს. პირველ საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ოჯახის წევრები ჩამოთვლის დროს დამავიწყდა ჩემი ძაღლი და კატა. ცხოველები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ცხენი. გარეული ცხოველებიდან სახლში მინდა მყავდეს პუმა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს ძალიან კეთილი მასწავლებელი, სიყვარულის გამომხატველი კლასელები და გვაქვს ძალიან დიდი სპორტული დარბაზი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელენე შარაშიძე. ყველაზე ცელქია ალექსი შარაძე. ყველაზე ჭკვიანია ზეჰრა ვანაძე. ყველაზე მშვიდი არის ლუკა ზოსიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, მეგობრული და ულამაზესი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მარია მიქელაძე. იმიტომ რომ ის არის ძალიან მოსიყვარულე ბავშვებისთვის სიტყვას გამომხატველი და არ უყვარს, როდესაც ბავშვები ტირიან. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ვეტერინარი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის. არ ვიცი რატო, მაგრამ მინდა რომ ვიყო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ლექსა დაკენჯული ფწკარები. მე თვითონაც კარგად ვწერ და უკვე დავწერე წიგნი დაკარგული გოგონა. მე გავაკეთე ყდაც, ფურცლებით და ნახატებით. ეს წიგნი არის დაკარგულ გოგონაზე, რომელმაც შეიძინა ახალი მეგობრები, როდესაც დაიკარგა. წერა დავიწყე, როდესაც ვიყავი 8 წლის. ჩემი საყვარელი მულტფილმი არის ალფა და ომეგა. და ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ბოროტ ადამიანებს გავაქრობდი. ბოროტები რატო ხდებიან? არ ვიცი. მაგრამ ზოგიერთი ძალიან ბოროტია და ბავშვები არ უყვარს. სამოგზაურო სიამოვნები წავიდოდი დუბაიში. ჩემი ოცნების საჩუქარია 5 ცალი კატა. კატები იმდენად მიყვარს, რომ როდესაც დიდი გავიზრდები, მინდა მყავდეს მილიონი კატა. იმიტომ რომ კატები იცი როგორები არიან? ჯაღლები ვით კი არ არიან, სითბოს გამოგიხატავენ, მაგრამ არ იცი შინდრა უტრიალებს გულში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიტა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარიტა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა მარიამი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის ფრენბურთი. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა სპორტი. და როდესაც ბახმაროში ვიყავით, ბურთი ქონა წაღებული და ჩემმა ბიძაშვილმა მასწავლა თუ როგორ უნდა მისროლ და როდესაც დავამუღამე, ძალიან მომეწონა და იმის მერე სულ ფრენბურთს თამაშობ. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს დახუჭობანა. ჩემი ნება რომ იყოს, აუკრძალავდი კალმარის თამაშებს.
იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ძალადობა ხდება. ბედნიერება არის, როდესაც ყველა ყურადღებას გაქცევს და ოჯახს უყვარხარ. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.